გადავიდეთ ახლა ზუსტად გიორგისთან თქვენ ახსენეთ ის საკითხი, მართლაც შეიძლება ითქვას, რომ აი ეს არსებული სურათის ფონზე გიორგის შეეცადა, რომ რაღაც კითხვები დაესვა და რაღაც შეთავაზება ვნახეთ სწორედ მისგან, რომ გაიხსნას დისკუსია ამ საკითხზე, არის აქტუალური მართლაც საუბარი, ჩვენ ვნახეთ გამოხმაურება სოციალურ ქსელში და ყველა ერთ სივრცეში ვართ, ხო, ზოგი ეთანხმება, ზოგი არ ეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის ამაზე მოთხოვნა და მინიმუმ სურვილი, რომ დაიწყოს საუბარი და დაისვას კითხვები, ან მოხდეს მოძიება ასევე ეფექტური ფორმების. გიორგი, აი თქვენ რა სიტყვით, აი თქვენი შეთავაზება რა არის, როგორც იმ პირის, რომელიც იცნობს ამ პროტესტის ანატომიას, ძალიან კარგად აკვირდება, არის პროტესტის შუაგულში, ასევე და ამავდროულად აქვს სურვილი, რომ ახალი ფორმები შეიძინოს აღნიშნულმა პროტესტმა. დიახ, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე ნამდვილად დისკუსია, მსჯელობა, კრიტიკული ანალიზი ჩვენივე ქმედებების. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ პროტესტში და ამ წინააღმდეგობაში მყოფ ადამიანებს უნდა ქონდეს რაღაც ტაბუ დადებული თემები, მათ შორის აპრიორი რუსთაველის გადაკეტვა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ უნდა გავიაზროთ რა არის ჩვენი თვითმიზანი. ეს არის რომ არ დავუშვათ საქართველოს ქონდეს იგივე ბედი, რა ბედიც აქვს რუსეთს და ბელარუსს. და ჩვენ მათ შორის უნდა ვადაპტირდეთ იმ ახალ რეალობას, რომ საქართველო დღეს უკვე პრაქტიკულად ბელარუსამდე არის მისული ყველა თავისი პარამეტრი და სტანდარტი და რუსეთის მსგავსი ვითარებაა. ჩვენ გვჭირდება განსხვავებით რუსეთის და ბელარუსისგან გადარჩენა წინააღმდეგობის, პროტესტის და აი ამ საზოგადოების. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის. სწორედ ამიტომ რეჟიმს არ უნდა მიცეთ საშუალება, რომ გადატეხოს ძალით და ზუსტად ამას აკეთებს კანონის გამოყენებით, რომელიც თავისი არსით უსამართლო არის, მაგრამ ამის გამოყენებით ცდილობს ახლა თავად გადატეხოს რუსთაველის გადაკეტვის ეს პროცესი. არის თვითმიზანი ეგ და ჩვენ თავად უნდა ვთქვათ, ჩემი აზრით, უარი გადაკეტვაზე, როგორც ხერხზე და პირიქით, როგორც მდინარე, ადაპტირდეს ჩვენი პროტესტი იმ ახალ წინააღმდეგობას, რომელიც წინ არის და გვერდი აუაროს ამ წინააღმდეგობას და ახალი გზები მოუძებნოთ რეალურად რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედების, მაგრამ აქ უკვე აი დავაზუსტოთ ამისთვის რა არის საჭირო, რომ შეთანხმდეს პროტესტში მყოფი ადამიანების რაღაც დიდი ჯგუფი ხომ უნდა იყოს ეს, ვინც არის მუდმივად ამ პროცესის ავანგარდში, ვინც ამგვარ თქვა დარტყმებს იღებს საკუთარ თავზე, რომ აი რაღაც გადავიდეთ სხვა ფორმაზე. ან თქვენი მიზანი რა არის, რომ მიიმხროთ ამ საკითხზე გარკვეული ადამიანების რაოდენობა და შემდეგ აი გაირკვეს, რომ ხომ არ ჯობია ეს გზა. აი მაგალითად მე ვნახე სოციალურ ქსელში, რომ იქ მეკითხებს, რომ ვიდრე არ ჩამოყალიბდება აზრი სხვა უფრო ეფექტურ მეთოდზე, იქამდე არ უნდა დავთმოთ რუსთაველი, ესეთი ფორმულირებაც იყო. აი თქვენ რას თავაზობთ კონკრეტულად, რომ გითხრათ? აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად დისკუსიის არსებობა არის მნიშვნელოვანი და ამ საკითხებზე მსჯელობა. ტაბუ დადებული თემა არ უნდა იყოს და არც ბოლო ბასტიონი უნდა შევქმნათ ჩვენ იმისთვის, რომ რეჟიმს მივცეთ საშუალება დაიკავოს ბოლო ბასტიონი და რეჟიმს, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი რეპრესიული აპარატი დღეს, ერთპიროვნული მმართველობა და შესაბამისი პოლიციური ძალოვანი სისტემები, შეუძლია ძალადობა მოქალაქეებზე და ზუსტად ამას აჩვენებს ამდენი პოლიტპატიმრით გავასწარით რუსეთს, ხო, ერთ სულ მოსახლეს რეალურად. შესაბამისად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს გავიაზროთ მთელი სურათი, სად ვიმყოფებით. ახალი რეალობა არის საქართველოში დამდგარი, ჩვენ რეალურად უკვე რუსეთის და ბელარუსის სტადიაში ვართ გადასული. ამაზე მათ შორის მეტყველებს ის, რომ ბელარუსის მსგავსად უკვე ნავთობის გადამუშავების პროცესში შევედით და რუსეთს ბელარუსის ფუნქცია მივანიჭეთ უკვე საქართველოში. შესაბამისად, აი ამ ახალ რეალობაში და დიქტატურა უკვე არსებობს, უნდა ადაპტირდეს პროცესი და აქ გულისხმობ რამდენიმე კონკრეტულ საკითხს. პირველი, ეს არის გეოპოლიტიკური ფართო ვითარება. რა თქმა უნდა, უკრაინასთან არის მიბმული ჩვენი საკითხი. ჩვენ უნდა მათ შორის სწორ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმოქმედოთ. მეორე მომენტი არის შიდა პოლიტიკური პროცესი. ჩვენ გვჭირდება რეალური პოლიტიკური ალტერნატივა სისტემისთვის, მათ შორის ისეთი, რომელსაც აი სისტემას რო ექნება ნდობა, რომ ეს ალტერნატივა არ შექმნის საქართველოსთვის პრობლემებს საგარეო ურთიერთობების კონტექსტში, მათ შორის რუსეთთან საფრთხეებს, ასევე გარანტიების სისტემისთვის და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა და პროტესტი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ
საზოგადოების უმრავლესობას და ჩვენ ვიცით რომ 80% მხარს არ უჭერს ქართულ ოცნებას, მაგრამ რამდენი პროცენტი არის იქედან ჩართული პროტესტში და წინააღმდეგობაში? მცირე ნაწილი არის ამ ადამიანების ჩართვა არის საჭირო. ამის გარეშე ყველაზე გულანთებული საზოგადოების ნაწილის თავგანწირვა ხდება. ქართველ ერს რა თქმა უნდა ეს არ ეშლება თავგანწირვა, მაგრამ დღეს ჩვენ გვჭირდება გადარჩენა ამ პროცესის იმისთვის რომ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს აი 80%-ს ავუხსნათ რეალურად სად მიდის ჩვენი სამშობლო და რომ იძირება ეს გემი, იმიტომ რომ რუსეთის მიმართულებით მივდივართ და როდესაც კრიტიკული მასა იქნება პროტესტში, ხელოვნურად გზის გადაკეტვის მცდელობასაც აზრი არ ექნება, ბუნებრივად გადაიკეტება ერთი გზა კი არა, ყველა საჭირო გზა. რა თქმა უნდა, პროტესტის გადარჩენა და თავისუფალი საზოგადოების გადარჩენა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმ რეალობაში საითაც მივდივართ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი, აი 80%-დან გაიაზრებს ამ ვითარებას და შემოგვიერთდება და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დაველაპარაკოთ პოლიტიკა რომ არ აინტერესებს და პოლიტიკაში რომ არ ერევა უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების, იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოს ბედს ეხება, რომელიც კრიტიკულია ახლა და მეორე მხრივ დაველაპარაკოთ მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებს, იმიტომ რომ ნებისმიერი რეალური ცვლილება დგას კრიტიკულ მასაზე საზოგადოების. ქართულ ოცნებას თავისი ადმინისტრაციული რესურსით 20% რომ აქვს და ჩვენი მასშტაბი 100-200,000 ადამიანი ბევრჯერ გამოსულა რუსთაველზე, არ არის კრიტიკულად საკმარისი ჯერ. ჩვენ უნდა გავღვიძოთ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ აი ამ პოლიტიკურ პროცესში არ უნდა ჩაერთოს და ამისთვის უნდა მოვძებნოთ ხერხები, იმისთვის რომ მარტო რუსთაველზე არა, სხვაგანაც, ყველგან სრულიად სხვა ტალღა მივიღოთ და იცით, მათ შორის შევადარებს სხვადასხვა პროცესებს, ხო? შეიძლება მათ შორის იმაზე დაფიქრება, რომ აი საღამოს 7 საათზე გამოსვლა პირობითად არც ისეთი ეფექტური გზა იყოს ამ პროცესში. გაცილებით შეიძლება ეფექტური იყოს, ან ყოველდღიური პროტესტი შეიძლება. ამაზე ადრეს ვისაუბრია. შეიძლება იყოს მაგალითად დილის საათები სომხეთში, მაგალითად დილის 9-ზე იწყებდნენ პროტესტს, კი ბატონო, მაგრამ ამ პროტესტშიც ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პროცესი. და პოლიტიკური პროცესი უნდა აღვადგინოთ. ოღონდ ამაში არ გულისხმობ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შესვლას. ამაში გულისხმობ იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ალტერნატივის ჩამოყალიბება პოლიტიკურ ველზე და მე ვხედავ სასიხარულოდ გარკვეული ძალების აქტივიზაციას ამ კუთხით, რომ ალტერნატივა მკაფიო იყოს საერთაშორისო დონეზე სისტემისთვისაც, რომ სისტემამ დაინახოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა არ არის პრობლემური არც მათთვის, არც გეოპოლიტიკურად. და ამავდროულად ამ პროტესტსაც უნდა მქონდეს მკაფიო განაცხადი. ეს არის გუნდი, ეს არის ადამიანები, ვისაც ჩვენ მზად ვართ, რომ ვანდოთ ქვეყანა. სანამ ჩვენი თვითმიზანი არის პროტესტი, პროტესტს არსად არ მივყავართ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, ცვლილება, თუნდაც თუ რიგ გარეშე არჩევნებს ვახცევთ. და შესაბამისად ამისთვის უნდა ძალიან კარგად მომზადებული ვიყოთ. ანუ თქვენი ვერსია, თქვენი ფორმულა არის პროტესტ პლუს ეს პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც რეალურად ეფექტურს გახდის ამ პროცესს. აუცილებლად. გიორგი, თქვენთან მინდა ვისარგებლო ბოლოს და ერთი კითხვა დაგისვათ. აი აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს საქართველოში, თბილისში ორდღიანი. ბაშინიანი არის თბილისში, როგორც ცნობილია, ნახა მთელმა საზოგადოებამ, ის ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, მათ შორის მისი სტორი. გადაღებული თბილისში და ერთ განცხადებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, დარწმუნებული ვარ იცის დაინტერესებულმა ადამიანებმა იქ რა განცხადებები გაკეთდა, მათ შორის ბაშინიანის მხრიდან, მაგრამ ყობახიძე, რომელიც ამბობს, რომ ეკონომიკური კავშირების მხრივ საიმედო პარტნიორი ვართ მეზობელი ქვეყნებისთვისო. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლია? რეალურად ეს ტრანზიტი, რაზეც ფაშინიანმა ისაუბრა, რომ იხსნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახლა საზღვარი, აზერბაიჯანმა მოხსნა სომხეთის ბლოკადა და სომხეთი, აზერბაიჯანი თურქეთის მიმართულებით გადადის პროცესი. იცით, რომ ლუქსემბურგში რამდენიმე დღის წინ გაიმართა ლოგისტიკის სამიტი, სადაც იყო ყველა ქვეყანა ცენტრალური აზიის ამ რეგიონის გარდა საქართველოსი. რეალურად საქართველოს სამწუხაროდ კარგავს გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ როლს. იქედან გამომდინარე, რომ აღარ არის პარტნიორი რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქვეყანას არ ენდობა არც ევროკავშირი, არც დასავლეთი, შესაბამისად სანდო პარტნიორი არც თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციისთვის აღმოჩნდა საქართველო და არც ჩინეთისთვის საბოლოო ჯამში და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, რესურსი იმისა, რომ სომხეთს და საქართველოს ერთდროულად კონდეს ამის პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ამისთვის საქართველოს სჭირდება სწორი საერთაშორისო ურთიერთობების
პოლიტიკა, მათ შორის ყველა ცენტრთან დაბალანსების პოლიტიკა, მაგრამ აღდგენა სტრატეგიული პარტნიორობის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რაც შეუძლებელი გახდა უკვე ესე იგი ქართული ოცნების პირობებში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალი პოლიტიკური სივრცე, ძალა, რომელიც გამოჩნდება, ძალები მათ შორის, გზად იყვნენ იმისთვის, რომ სწორად ჩაანაცვლონ ეს პროცესი, მაგრამ ამავდროულად ჩინეთთან, რუსეთთან, სხვებთანაც მზად იყონ კონსტრუქციული ურთიერთობების ასაშენებლად. დაახლოებით სომხეთის ტიპის საგარეო პოლიტიკა ჭირდება საქართველოს დღეს, რომელსაც გააჩნია სტრატეგიული გეზი შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, მაგრამ ყველა დანარჩენთან პარტნიორობის გზა. სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ დღეს მტრად გადაგვაქცია ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან, რაც ავნებს საქართველოს კონკრეტულ ეკონომიკურ ინტერესებს.